მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის იუმორისტ ონისე ცხადაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 9 დემონსტრანტის პროცესზე დღეს ადვოკატების ნაწილმა დასკვნითი სიტყვები თქვეს. ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ეკა ბესელიამ 26 პუნქტიანი დასკვნითი სიტყვა წარადგინა, რაშიც ჭიჭინაძის გამამართლებელ გარემოებებს შეეხო. მისი თქმით, არ არსებობს დაზარალებული, რომელიც ჭიჭინაძის მიერ გადაგდებული ჯოხით დაშავდა. ბესელიას განმარტებით, ჭიჭინაძემ ჯოხი ადგილიდან მოაშორა. ვინმეს რომ მოხვედროდა, მისი თქმით, ბრალდება ვიდეოებს ამოიღებდა და დაზარალებულიც იქნებოდა. ადვოკატები უთითებენ, რომ ჯგუფური ძალადობა არ დასტურდება, რადგან ბრალდებულებს ერთმანეთთან ნაცნობობაც კი არ აკავშირებდათ და ორგანიზებულები ვერ იქნებოდნენ. როგორც დაცვის მხარემ განაცხადა, მათი ქუჩაში გასვლის ორგანიზატორი ირაკლი კობახიძე იყო, რომელმაც ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა. შემდგომ პროცესზე, რომელიც 29 აგვისტოს გაიმართება, დასკვნით სიტყვას დარჩენილი ადვოკატები გააგრძელებენ. დაზარალებულები ვერაფერს ვერ მატებენ ბრალდებას, არ არის ბრალდების მადასტურებელი, არ არის დადგენილი კავშირი ერთმანეთთან, ერთმანეთს არ იცნობდნენ. უკრაინის ორი მოქალაქე ენა არ იციან ქართული, რა ენაზე საუბრობდნენ, რა ენაზე აორგანიზებდნენ, ან რითი დასტურდება, რომ ერთმანეთთან წინასწარ შეკავშირდნენ, ხო მოქალაქეები გავიდნენ ქუჩაში მშვიდობიანად იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დაიცვან. უფრო მეცაც გეტყვი, ჩვენ ანდრო ჭიჭინაძის ვიდეოები წარვადგენთ, სადაც ჩანს ის მოქალაქეებს როგორ გადაეფარა, როგორ იცავს მათ. არ ვიცი, სხვა არგუმენტი უბრალოდ არ არსებობს. არ დადასტურდა ორგანიზატორების არსებობა ამ საქმეში და არ დადასტურდა ბრალად შერაცხული წარდგენილი უბრალოდ 225 მუხლის გარემოებები და მტკიცებულებები, რაც ცალსახად მიუთითებს ერთსა და მხოლოდ ერთადერთ გარემოებაზე, რომ მოსამართლეს არ აქვს სხვა ალტერნატივა და მან უნდა დააყენოს მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი. ლუკა ჯაბოასთან მიმართებაში დამატებით ისიც შემიძლია დავაზუსტო, რომ გარდა ორგანიზების ნაწილისა, ლუკა ჯაბოას არ დაუდასტურდა აგრეთვე იმ საგნის გამოყენება, რომელიც შესაძლებელია, რომ საფრთხის შემცველი იყოს და ცოცხალი ობიექტების დასაზიანებლად შეიძლება რომ ყოფილიყო გამოყენებული.